Obama-კი რეიტინგს კარგავს CNN-ის კვლევის მიხედვით პრეზიდენტზე მეტად ამერიკელებს შორის სიმპათიით პირველი ლედი სარგებლობს მაშინ, როცა ნობელის პრემიის ლაურეატ ობამას რეიტინგი კლებულობს, მკვეთრად იზრდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის რეიტინგი. თანამემამულეები ობამას გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან, რა გახდა ამერიკელებისათვის მიუღებელი, ამას დღეს ვაშინგტონში ჩვენი კორესპონდენტი არკვევდა. პირველად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, ობამას ხედვა აღარ ემთხვევა ამერიკელების უმრავლესობის ხედვას. ობამა 50%-ს ქვევით, ასე გაზომეს ამერიკელებმა მათი და მათი პრეზიდენტის შეხედულებების სხვაობა. ამერიკელები სულ ამოწმებენ. CNN-ის ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაიდო, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 51%, ანუ ნახევარზე მეტი არ ეთანხმება ობამას მთავარ საკითხებში. არადა ობამას ხედვას მთავარ საკითხებში ამერიკელების 57% იზიარებდა ჯერ კიდევ აპრილში. 6 თვის თავზე უნდობლობა 10%-ით გაიზარდა. CNN-ის ბოლო კვლევა მაჩვენა, რომ ობამას საპრეზიდენტო პოლიტიკა გამოკითხულთა 57%-ს მოწონს. ექსპერტები ამბობენ, რომ ობამას იანვარში 78%-იანი რეიტინგის 57%-ზე დავარდნა საკითხების სიმწვავემ გამოიწვია. ობამას ბევრი საკითხი დაუგროვდა გადასაწყვეტი და ყველა რთულია. ჯანდაცვის რეფორმა, ავღანეთი, ირანი, რუსეთთან ურთიერთობა. ამერიკელები ამის მიხედვით ზომავენ. რესპუბლიკელი კონგრესმენები თვალს ობამას რეიტინგის კვლევებს შორიდან, თუმცა ყურადღებით ადევნებენ. მე რესპუბლიკელი ვარ, ამიტომ ჩემი და ობამას პოზიციები ბევრ საკითხში განსხვავდება. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ იმათი რიცხვი, ვინც ობამას მთავარ საკითხში არ ეთანხმება, იზრდება. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ობამამ არ დაიმსახურა ნობელი. მხოლოდ მესამეც ჯერა, რომ ობამა ამ პრიზის ღირსი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, 10-დან 7 ამერიკელი ამ ფაქტის გამო მაინც ამაყია. იმის მიუხედავად დაიმსახურა თუ არა მათმა პრეზიდენტმა ეს ჯილდო. როცა რამეს აკეთებ და გარკვეული პერიოდი გადის, რეიტინგი ბუნებრივია ეცემა. მე ვფიქრობ, ობამა ართმევს თავს საქმეს და თუ პრობლემებია პასუხისმგებლობა მასთან ერთად კონგრესმაც უნდა აიღოს. თავიდან ობამას მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდათ, ვფიქრობ, გადაჭარბებულიც. ეს არის ამერიკული საზოგადოება, რომელიც ითხოვს სწრაფ ცვლილებებს. ხალხი ობამას არჩევის დროს აღფრთოვანებული იყო. საკითხების გადაწყვეტა კი ნელა მიდის და დროში იწელება. კვლევის მიხედვით ობამა ქალებმა დაჯაბნეს. ისევე როგორც გალაპის ბოლო კვლევის შედეგებმა, CNN-ის კვლევამაც აჩვენა, რომ ჰილარი კლინტონის რეიტინგი 65%-ია, მიშელ ობამასი 64%. კვლევის შედეგების მიხედვით პოზიტივშია ჯო ბაიდენის რეიტინგიც. ექსპერტები გამოკითხვის შედეგებით ასკვნიან, რომ ობამა ყველაზე მეტად არ უყვართ და მის პოლიტიკას არ წყალობენ 65 წლის ასაკის ამერიკელები.